საბანკო სექტორში 62 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული, აქედან ნახევარზე მეტი ფიზიკური პირების. 30 ივნისის მონაცემები დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11 მილიარდს აჭარბებს. Როგორ შეიცვალა ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა მას შემდეგ, რაც ზღვარი 30,000 ლარამდე გაიზარდა. Როგორ მუშაობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როდიდან იგეგმვა სისტემის გაფართოება და როგორია შედეგები. სტუმართან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან თოდუასთან ერთად განვიხილავთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ, იმის გათვალისწინებით, რომ წლიდან წლამდე საბანკო სექტორში დეპოზიტების მაჩვენებლები საკმაოდ მზარდია, ის მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა ბუნებრივია ეს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დეპოზიტები მაქსიმალურად იყოს დაცული, დაზღვეული და გარდა იმისა, რომ საბანკო სექტორი ამ ნაწილში ძალიან სტაბილურია, ბუნებრივია, რომ ეს თემა, რომელიც დაზღვევას ეხება, კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას ძენს აი ამ საკითხს. წლიდან წლამდე სიტუაცია როგორია დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებით, ანუ იმ წლების განმავლობაში, რომელიც საიდანაც დავიწყეთ, დღეს რა სურათი გვაქვს, ამაზე დავიწყოთ თავდაპირველად საუბარი და მერე ვიმიშელოთ თვითონ რა პერსპექტივა აქვს, ანუ გაფართოების რა ტენდენცია შეიძლება იყოს. მადლობა, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისათვის. კი ბატონო, დეპოზიტები მზარდია. თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად ხშირად მიხსენებია სტატისტიკა, ჩვენ დავფუძნდით 2018 წლიდან, 2018 წელს თუ შევადარებთ დღევანდელ პერიოდს, ესე იგი სულ რაღაც 18 მილიარდის დეპოზიტები იყო იმ პერიოდისთვის და ეხლა უკვე 62 მილიარდს გადაცდა და სწორად ახსენეთ, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტები 33 მილიარდი ლარია, როცა მაგალითად 2018 მხოლოდ 8 მილიარდი ლარი იყო. ასე რომ ზრდა, ასე ვთქვათ, შტამბეშტავი არის, წლიდან წლამდე იზრდება, სადღაც 17 და 20%-ამდე ხდება ხოლმე დაახლოებით წლიური ზრდა. იმის მიხედვით ახლა კონკრეტულად რომელი წელი არის, საშუალოდ რო ვთქვათ, თქმა უნდა შესაბამისად იზრდება დაზღვეული დეპოზიტებიც, ჩვენ ვცდილობთ რომ ზღვარი გავზარდოთ, ზღვარი ხა სამჯერ გავზარდეთ, რაც ეხლა რამდენია ზღვარი? ეხლა 30,000 დავიწყეთ 5,000 ლარიდან 30,000 ლარი არის დღეს და ანუ მომავალში რა თქმა უნდა ვიმჯერებთ რომ შემდეგ კიდე გაიზარდოს. კი ბატონო, მაყურებელს გასაგები რომ იყოს, რას ეხება, ანუ რას ვაზღვევთ რეალურად, რა ტიპის დეპოზიტია დაზღვევა და რა შემთხვევაში არის სავალდებულო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას კონდეს გაცილებით მეტი და იმის დაზღვევის ინიციატივი თავად იყოს გამოსული და ამისთვის სხვადასხვა კომპანია არსებობს, თუმცა რეალურად რას ვაზღვევთ ამ შემთხვევაში დეპოზიტების დაზღვევა რას მოიცავს და რას გულისხმობს? კი ბატონო, ესე იგი კარგია რომ ეს შეკითხვა დამისვით, იმიტომ რომ კარგია რომ მოსახლეობამ უფრო ხშირად გაიგოს ამის შესახებ, რომ იყოს ასე ვთქვათ ინფორმირებული, იმიტომ რომ ამ სისტემის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია საზოგადოების ინფორმირებულობაზე და მაღალ დონეზე ამ ინფორმირებულობის. ესე იგი, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ დეპოზიტების დაზღვევაზე, ჩვენ არ გულისხმობთ რაიმე პროდუქტის დაზღვევას. ესე იგი, ნებისმიერი დადებითი ბალანსი ანგარიშზე არსებული დადებითი ბალანსი არის დაზღვეული. ფიზიკური პირი იქნება ეს თუ ეს იურიდიული პირი. უბრალოდ ზღვარი არის. თითოეული ჩვენგანი საბანკო ანგარიშია ჩვენთაგანის ნებისმიერი პენსია იქნება ეს ხელფასი, ვადიანი დეპოზიტი, თქვათ მოთხოვნამდე დეპოზიტი და ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი მაგალითად, თუ არის ფიზიკური პირის ანგარიშზე 10 ლარი პირობითად ვამბობ. ისიც არის დაზღვეული. ისიც არის, თუ არის 10 და 10,000-იც ისიც არის დაზღვეული. ისიც არის დაზღვეული. 30,000 ლარამდე არის დაზღვეული, ანუ 30,000 ლარის ფარგლებში. ხო, ეს დანიშნულოვანი განმარტება, იმიტომ რომ დეპოზიტი მაინც სხვა კუთხით აღიქმება საზოგადოებაში, ის არის ჩვენს წარმოდგენაში კონკრეტული თანხა, რომელიც ანგარიშზე არის განთავსებული, მაგალითად ანაბრის სახით ან დააშემდგომ დანაზოგი სახით. ამიტომ ეს დანიშნულოვანი განმარტება, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც ჩვენს ანგარიშზე ის არის დაზღვეული. შეგვიძლია ვთქვათ ნებისმიერი 30,000 ლარამდეა ლაპარაკი. ნებისმიერი შენატანი, ანუ ნებისმიერი თანხა, რომელიც არის ბანკში ანგარიშზე, ლარი იქნება ეს თუ 10 ლარი თუ 100 ლარი, თუ 30,000 არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ვადიანობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვადიანობა, ნებისმიერი დადებითი ბალანსი, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აქვს კომერციულ ბანკებში და მიკრობანკებში არის დაზღვეული თითოეულ სუბიექტზე, თითოეულ ბანკში არაუმეტეს 30,000 ლარისა დღესდღეობით. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ერთი სუბიექტს აქვს რამდენიმე ანგარიში და რამდენიმე ბანკში ანგარიში? რამოდენიმე ბანკში თუ აქვს ანგარიში, მე აღნიშნე რომ ესე იგი
დაზღვევა ეხება თითოეულ სუბიექტს თითოეულ ბანკში ანგარიშის რაოდენობის მიხედვით რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა გნებავთ 10 ანგარიში იყოს გნებავთ 1 ანგარიში იყოს ჯამში არის 30000 ლარი დაზღვეული სხვადასხვა ბანკებს რაც შეეხება თქვა თუ მე მაქვს ერთ ბანკში 30000 ლარი და მეორე ბანკში 30000 ლარი ეს ნიშნავს რომ ორივე 30000 ლარი არის კი ბატონო თითო ბანკში არის ეს ლიმიტი დაწესებული თვითონ საბანკო სექტორი რამდენად ჯანსაღია ამ ნაწილთან მიმართებაში და საერთაშორისო პრაქტიკა როგორია ჩვენ მივყვებით მეტნაკლებად საერთაშორისო ტენდენციებს ამ ნაწილში ხო დავიწყეთ 5000-ით მაშინ ბევრი კითხვა იყო რა 5000 იმდენად ცოტაა რომ 5000 რის იმანიშნებელი შეიძლება იყოს დღეს 30000-ია რეალურად რა ეტაპზე ვართ და აი დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებით რამდენად რეალურად მივყვებით საერთაშორისო ტენდენციებს თუ ევროკავშირს თუ ავიღებთ იქ 100000 ევრო არის ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ავიღებთ იქ 250000 დოლარი არის ამერიკული დოლარი არის ნუ ჩვენს რეგიონს თუ შევხედავთ მეტნაკლებად მაგალითად აზერბაიჯანსა და თურქეთთან შედარებით ანუ რეგიონის ქვეყნები სომხეთი იგივე თუნდაც გამიჭირდება გითხრათ დოლარში უფრო გასაგები რო იყოს ხა თურქეთთან დაკავშირებით ხა შემცირდა უცხოურ ვალუტაში იქ დოლარიდან გამომდინარე დევალვაციიდან გამომდინარე რა თქმა უნდა დაიწია დოლართან მიმართებაში მაგრამ დაახლოებით აი ჩვენ სომხეთს აზერბაიჯანს თურქეთს ჩვენზე ცოტა მეტი თქვათ მაგრამ დაახლოებით აი ერთ ჩარჩოში ვარ რა რის დაცულობის შეგრძნებას აძლევს თვითონ ჩვენგანს ის რომ ჩვენი დეპოზიტები ანუ ის დადებითი ბალანსი თვითონ ჩვენგანის ანგარიშზე არის დაზღვეული ნახეთ ეს და რას მოიცავს ეს დაზღვევა კი ბატონო ნახეთ ეს სისტემა ზოგადად არ არის მაინდა-მაინც კრიზისზე რეაგირებისთვის განკუთვნილი კი თუ თქვათ რაღაცა პრობლემა მოხდა და ბანკის ლიკვიდაცია გახდა საჭირო კი რა თქმა უნდა მაგაზე აუცილებლად ვიკითხავ მაგდაც შევერევით და თქვათ ასე ვთქვათ იმ ხანძარს შევაქრობთ და გავცემთ ამ დეპოზიტებს მაგრამ ამას აქვს პრევენციული ხასიათი და დობის ამაღლების ფუნქციაც რომ როდესაც თქვათ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა იცის რომ მისი თანხა არის დაზღვეული ის არის მშვიდად ენდობა საბანკო სექტორს მინდა გითხრათ რომ საბანკო სექტორს დღეს დობის პრობლემა ნამდვილად არ აქვს მაგრამ ერთ-ერთი ამ დობის ხელშემწყობი ფაქტორი ზუსტად აი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიძლება ჩავთვალოთ. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდი, მაგალითად განსაკუთრებით აგვისტოს ომი, როდესაც თითქოს არსებობდა მოლოდინი და მაშინ იყო ეს რომ განცდაც რომ აი ადამიანები რომ მივიდნენ ერთდროულად მოითხოვონ საკუთარი ანგარიშებიდან თანხის გამოტანა, აი რამდენად შეუძლია საბანკო სექტორს ამის აწევა. დღეს რეალურად თუმცა საბედნიეროდ არც მაშინ დაგჭირდა და არც შემდგომ პერიოდებში ესე მასშტაბურად რაიმე ტიპის ამ სახის კრიზისი არ დამდგარა რომ მასობრივი ინტერესი ყოფილიყო და მასობრივად დაინტერესება მოქალაქეების მხრიდან რომ გავიტანოთ ჩვენი დავუშვათ ანგარიშიდან თანხა ხო მაგრამ მთლიანობაში რამდენად მზად ხართ და რისთვის ხართ მზად აი კრიზისული სიტუაცია რომ შეიქმნას აი რამდენი თანხის ასაწევად ხართ მზად უხეშად რომ თქვა კი ბატონო ერთ-ერთი ჩვენი ფუნქცია ესეც არის რომ ეგრეთ წოდებული თქვენ რაც ახსენეთ bank runs ვეძახით კი ბატონო ანუ ის რაღაც კონკრეტული ნაწილი ზღვარი კონდეთ და რომ არ მოხდეს ესე იგი bank run თქვა ერთი ბანკის თქვა პრობლემა არ გადაიდოს მეორე ბანკს რადგანაც თქვა მოქალაქეზე ავიღოთ მაგალითად მოქალაქე მიცის რომ ის მისი დეპოზიტები დაზღვეულია ხო რაიმე კრიზისის დროს ან რაიმე პრობლემის დროს ის არ გაიქცევა ამას ვეძახით ზუსტად bank runs რომ არ გაიქცევა ბანკში არ მივა და აუცილებლად არ მოითხოვს თანხას კი ბატონო არ მოხდება ასე თქვა დომინოს პრინციპით მე შემდეგ თქვა რაღაცა პანიკა და ერთი ბანკის პრობლემა არ გადაედება თქვა მეორე ბანკის პრობლემა კი ბატონო ჩვენ ხა იცით ჩვენი საბანკო სისტემა 17 ბანკით არის წარმოდგენილი კომერციული ბანკით და 2 მიკრობანკით ხო მაგალითად VTB-ს ლიკვიდაციის თემამ VTB-ში ვისაც ჰქონდა დაუშვათ ეს რაიმე ტიპის მცირე კრიზისად შეიძლება განვიხილოთ თუ არა თუ არაფერი პრობლემა მსგავსი არ შექმნილა არა მე აღნიშნავ და დავაზუსტებ რომ ლიკვიდაცია არ მომხდარა იქ საბანკებში გადაწყდა და დღეს VTB ბანკის ლიცენზია აქვს და დღესაც ფუნქციონირებს ანუ მისი ლიკვიდაცია და ასე თქვა არ მომხდარა და ასეთი შემთხვევა აქედან გამომდინარე ჩვენ ეს შემთხვევათ არ განვიხილეთ თუმცა ყველაფრისთვის მზად ვიყავით რომ თქვა რამე რომ მოხდარიყო რა თქმა უნდა ჩვენ ჩავერთვებოდით და ჩვენს ფუნქციას შევასრულებთ ანუ რაიმე ტიპის ისეთ შემთხვევა არ დამდგარა ჯერჯერობით საბედნიეროდ რომ რა დროსაც თქვენ მოგიწევდა ჩარება ჩვენი არსებობის შემთხვევაში
პრაქტიკულად სადაზღვევო შემთხვევა არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ერთ ტექნიკურ შემთხვევას, როცა აზერბაიჯანის ბანკი ასე ვთქვათ, წავიდა ლიკვიდაციაზე თვითონ აზერბაიჯანში და უბრალოდ ტექნიკურად მისი ფილიალის ლიკვიდაციას მოხდა. 30 დეპოზიტორი ყავდა და ის ანაზღაურდა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ეს თვითონ საბანკო სექტორის პრობლემით გამოწვეული არ ყოფილა. ეს იყო ტექნიკური ხასიათის, ვინაიდან იქ მოხდა ლიკვიდაცია და შესაბამისად აქაც ასე ვთქვათ, ჩააბარეს ლიცენზია. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ეს დაზღვევის განცდა, თუმცა 30,000 ლარი ამდენად არის ის თანხა, რომელთაც შეუძლია რომ მოქალაქეს განსაკუთრებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომელთა შემოსავალიც რიგითი მოქალაქის შემოსავალს ბევრად აღემატება, აი მათ კონდეთ ამის განცდა და დაცულობის შეგრძნება, იმიტომ რომ 30,000 ლარი შესაძლოა ჯობდეს 5,000, მაგრამ არც იმდენად რომ სერიოზულად შექმნას საბოლოოდ ფონი. მოგახსენებთ ამაზე ჩვენ ეს ერთ-ერთი ინდიკატორი არის, ვთქვათ, ჩვენი მიმართულების საით უნდა ავწიოთ თუ არ უნდა ავწიოთ ზღვარი. ეხლა ხო, რაზეა დამოკიდებული ეს ზღვარს გაზრდით თუ არა? ნახეთ 98% ფიზიკური პირების დეპოზიტების არის სრულად დაზღვეული. 98%, ანუ ესე და რაც შეეხება იურიდიულ პირებს, იქ არის 99% არის სრულად დაზღვეული. ანუ მაინც მაღალია დაზღვევის მაჩვენებლობა. დაზღვევის პროცენტულობა რა თქმა უნდა მაღალია. აი თუ ჩვენ შევატყობთ რომ თქვა 1%-ით, 2%-ით ჩამოვაქვს, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი აქვს ხალხს დანაზოგი, უფრო მეტი აქვს სუბიექტებს კონკრეტულ ბანკში შენატანი და შესაბამისად მე აქედან გამომდინარე ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას, რომ გავზარდოთ ზღვარი. ანუ ტენდენცია რა ჩანს, რომ დავუშვათ მომდევნო წელს, მომდევნო 5 წელს განმავლობაში ამ ზღვარის აწევას აი რა ზღვრამდე მოგიწევთ? ფიქრობ შემდეგი ნაბიჯს 50,000 ლარს უმიზნებთ, ასე რომ თქვა, რომ 50,000 ლარი. და რა პერიოდისთვის? 27 თვის გვაქვს, ასე ვთქვათ, აი ეს ჩვენი მონახაზი ეს ჯერ ამას ნორმატიული სახე არ აქვს, რაღაცა ესეთი სავალდებულო ფორმა არ არის ამისი, რა თქმა უნდა, ეს არის დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გვექნება ჩვენ ალბათ კონსულტაციები კომერციულ ბანკებთან, ჩვენთან შიგნით სამსახურ, რა თქმა უნდა, ჩვენ სისტემაში, ეროვნულ ბანკთანაც, ჩვენს სამართალყურიო საბჭოშიც განვიხილავთ ამ საკითხებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა კარგი იქნება თუ ზღვარს ავწევთ, იმიტომ რომ იგივე მიკრობანკები რო ავიღოთ, თქვათ, მიკრობანკებს ახლა დღეს კანონით ეგზალებათ იმაზე მეტი თანხის ერთი დეპოზიტორიდან მოზიდვა, ვიდრე არის დაზღვეული. ანუ მიკრობანკს ამდენი შეუძლია? 30,000 ლარი. თითო ადამიანი. კი ბატონო. და ასევე საინტერესოა, ვინ იღებს თქვენ ხა ჩამოთვალეთ გარკვეულწილად ის რგოლები, რომელთანაც კონსულტაციას გაივლით, ხო, საბოლოო გადაწყვეტილებამ, თუმცა რეალურად როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ზღვრის აწევასთან დაკავშირებით, ანუ ამაზეც რომ მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია, რომ კიდევ უფრო მეტად გქონდეს განცდა რეალურად რამდენად დაცულია თვითონ ჩვენგანი კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხა ჩვენი სააგენტო ყოველდღიურად აკვირდება ინფორმაციას ვიღებთ როგორც ეროვნული ბანკიდან, ასევე ჩვენი სხვა წყაროებიდან. ვაკეთებთ სიმულაციებს, თქვათ, როგორ ის იქიდან გამომდინარე, როგორ მოხდება ზრდა გვაქვს ხომ შენახული დეპოზიტების მაჩვენებლის კი ბატონო, იქ გვაქვს ისტორიული, ასე ვთქვათ, data, რასაც ქვია ისტორიული მონაცემები, ჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ეროვნულ ბანკთან, მათგანაც ვიღებთ ინფორმაციას და ასე ვთქვათ, შეგვიძლია რაღაც გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ, ხო? ასევე კომუნიკაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, ბანკების ასოციაციასთან, კომუნიკაცია გვაქვს თვითონ ბანკებთანაც, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები გვინდა ხოლმე რომ მივიღოთ. ასევე ჩვენი სამართალყურიო საბჭო, რომელშიც შედიან ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ორი დამოუკიდებელი წევრი საბანკო ასოციაციის წევრები არიან. შესაბამისად ისეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო ბაზრებზე არსებული კრიზისული ვითარება რამდენად ახდენს ან არ ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას და რა ფაქტორებმა შეიძლება რომ დავუშვათ ხელი შეგიშალოთ აი ამ ზღვრის აწევის საკითხში? ზღვრის აწევის საკითხში ხელი შემშლელი ფაქტორებს ესე ვერ ვიტყოდი რომ რაიმე ხელი შემშლელი ფაქტორია, უბრალოდ რამდენად რელევანტური ეს დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებაზე, თქვა რამდენად რელევანტური იქნება ღირს, კი თქვა ავწიოთ, თქვა რას მოგცემს ეს, რამდენად გაიზრდება, თქვა სრულად დაზღვეული დეპოზიტები, ასევე ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი მაჩვენებელია ზოგადად საერთო დეპოზიტებში რა პროცენტი იქნება დაზღვეული დეპოზიტები, თქვა
ამიტომ ვკითხულობ იმაზე, რომ ამ საკითხზე რომ რეალურად ყოველ შემთხვევაში შემთთვის განცდა რომ ქვეყნის ეკონომიკაში შედარებით ვითარება უკეთესია, გარკვეულწილად მდგომარეობა სტაბილურია და მოქალაქეების რაღაც გარკვეული თუნდაც მცირედი თანხა უდევთ ანგარიშზე, ეს რომ დაცულია, გარკვეულწილად ეს ზღვარის აწევა-დაწევა იმის მანიშნებელიცაა, რამდენად სტაბილურად ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი განცდა მაქვს და სწორედ ამიტომაც ვკითხულობ ამდენს რომ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეკონომიკური მნიშვნელოვანი არის შესაბამისად შემოსავლის და როგორ ხდება იგივე მოსახლეობის ფიზიკურ პირებში თუ იურიდიულ პირებში როგორ ხდება დანაზოგების კულტურის განვითარებაც ეხლა რო ავიღეთ ჩვენ სტატისტიკა რომ მოვიშველიეთ 2018 წლიდან თქვა დღემდე კი შემოსავალიც გაიზარდა ეს ერთია რომ თქვა ფაქტია რომ გაიზარდა მოსახლეობასაც შემოსავალი ასევე არის მინიშნება იმისა რომ თქვა დანაზოგების და აგეგრეთ წოდებული სეივინგის კულტურაც წამოვიდა წინ და ხო თუმცა ეს ნაწილი მაინც გარდა კულტურისა დამოკიდებულია თვითმოვალურად შემოსავალზე და იმაზე წლიდან წლამდე ამ თუ იმ ადამიანის რეალური შემოსავალი რამდენია თორემ შეიძლება ძალიანაც უნდადეს დაზოგვა მაგრამ რეალურად არ აწოლებს მას ამის შესაძლებლობა თუ ჩვენ ავიღებთ სტატისტიკას მართლა სტატისტიკა გვეუბნება ხო ციფრები არის ვერსად ვერ გავიქცევით სანდოა ეს სტატისტიკა რა თქმა უნდა ფაქტებია რა თქმა უნდა ეს თანხა ანგარიშებზე არის ხო განთავსებული ესე იგი 2018 წელს ფიზიკური პირები რო ავიღოთ იყო 8 მილიარდი, დღეს არის 33 მილიარდი. ზრდა კი ბატონო. ხო, ზრდა ნამდვილად ჩანს, რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აქ როგორი სურათი გვაქვს? 10 მილიარდი იყო მაგალითად 2018 წელს და დღეს არის სადღაც 29 მილიარდი. ანუ ამ შემთხვევაში ზრდა დაახლოებით ტენდენცია რომ ფიზიკური პირების უფრო სწრაფად იზრდება თუ ფიზიკური პირების უფრო სწრაფად იზრდება კი ფიზიკური და ეს რა ფაქტორზეა დამოკიდებული დაუშვათ ის რა სწრაფად იზრდება და იურიდიული პირების არც თუ ისე სწრაფად არა არც თუ ის ვერ ვიტყოდი რომ არც თუ ისე სწრაფად უბრალოდ ნუ ფიზიკური პირები უფრო ბევრნი არიან ესეც ავიღოთ ანუ ბიზნესი ხო რაოდენობიდან გამომდინარე რო ავიღოთ ეხა ხო რამდენი კომპანიაც არის იმდენი ანგარიში კი ბატონო იმდენი ანგარიშია და ნუ იმდენი სუბიექტი არის და აქაც დავაზუსტებ იურიდიულ ანუ კომპანიების დიდ ნაწილს ანგარიში შეიძლება ქონდეს ბევრ ბანკში. ანუ ყველა ბანკში არსებული ანგარიში მათ კი, ერთი მიდგომა არის ფიზიკური პირი იქნება ეს თუ იურიდიული პირი იქნება, მიდგომა არის ერთნაირი, შეიძლება 10 ბანკში ქონდეთ 30000 ლარი თუ ამის საშუალება 300,000 იქნება დაზღვეული. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს, როდესაც საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები ყავს ხოლმე ამ ეთერში, მე ძალიან ხშირად მიკითხავს მათთვის, რომ აი რამდენად რეალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ თითოეული ჩვენგანი შენატანი არის დაცული და პასუხი ყოველთვის არის ხოლმე რომ დიახ დაცულია და ჩვენ ამაზე პასუხს გებთ, ზუსტად იგივე მინდა ვიკითხო, იმიტომ რომ აქაც თითოეული ჩვენგანის ანგარიშია ლაპარაკი, ბევრი ცოტა არ აქვს ამას არსებითად ახლა მნიშვნელობა, რამდენად შეგიძლიათ იმის თქმა პასუხისგებლობით ბუნებრივია რომ თითოეული ჩვენგანის ანგარიში 30000 ლარამდე ნებისმიერ ბანკში განთავსებული ფიზიკური იქნება თუ იურიდიული პირი არის დაზღვეული და დაცული. შემიძლია გითხრათ რომ არის დაზღვეული, არის დაცული, მეტიც თქვა თუ ავიღებთ ბანკებს გითხარით რომ 17 ბანკი არის უმცირესიდან დაწყებული თქვა უმცირესი ბანკიდან ზევით რომ ავიღოთ ერთდროულად მეც მან დაგვიფაროს თუ რაღაც ისეთი კრიზისი მოხდა 8-9 ბანკის ერთდროულად ანაზღაურებთ უმცირესიდან დიდიდან და ეს 8-9 ბანკი პირობითად არის მიჩნეული თუ საერთოდ სტანდარტია რომ არა ესე უბრალოდ სტატისტიკა მოგიყვანეთ თქვენ ანუ ეს რამე სტანდარტი ფუძდება უბრალოდ გვაქვს დღესდღეობით ფონდი იზრდება ფონდში გვაქვს 330 მილიონი ლარი ეხლა ამ ვინ არის ფონდში მთავარი თანხის შემტანი ფონდში ანუ რომელი ბანკები თუ ყველა ბანკი ერთად ყველა ბანკი ავტომატურად არის ამ სისტემის მონაწილე ბანკების შენატანები განისაზღვრება იქიდან თუ რამდენი დეპოზიტია ამ თუ იმ ბანკში განთავსებული რაც თქმა უნდა დიდ ბანკს უფრო ბევრი ის გადახდა უწევს პატარა ბანკს უფრო ცოტა თანხის გადახდა უწევს კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მე იმედი მაქვს რომ გარკვეულწილად მეტნაკლები ინფორმაცია ამ თემაზე მივაწოდეთ მაყურებელს და ვისურვოთ რომ არასდროს დაგუჭირვებოდეს აი ამ დეპოზიტების დაზღვევის თანხის გამოყენება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ რეალურად კრიზისი არ გვაქვს და კრიზისული პერიოდი, რა თქმა უნდა, არც მოქალაქეს, არც იურიდიულ პირს ნამდვილად არ უნდა ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მოგვიწვიეთ, იმიტომ რომ ეს ზოგადად ეს ცნობადობის ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. კი ბატონო, სიამოვნებით დაგითმობთ სხვა დროსაც ეთერს და ბუნებრივია აუცილებლად აი ზღვის თემაზე, როდესაც დაიწყებთ მსჯელობას, ამ თემას კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავაშკებთ. ლევან თოდუა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.